ომები მხოლოდ სამხედრო ოპერაციებზე არ არის. ისინი თითქმის ყოველთვის ფულსა და ძალაუფლებაზეა. და ეს ყველაზე მეტად სწორედ ირანის ამ შეთანხმებამ გვაჩვენა, რადგან როცა ყველა ყურადღებას ამ შეთანხმების თუებსა და რატომებზე ამახვილებს, ცდილობს გაარკვიოს, კარგია თუ ცუდი, ჩვენგან უმეტესობამ საერთოდ დაგვავითხრა და გვეკითხა, როგორ გაჩნდა ეს შეთანხმება საერთოდ. და ამ კითხვაზე პასუხია ჩრდილოვანი ომი, რომელსაც ასასეშიშო ჩუმა დაწარმოებდა, ირანს ზღვარზე აყენებდა ისე, რომ ჩვენგან არც ერთმა ეს ვერ შევამჩნიეთ. გულისხმობ დონალდ ტრამპმა ცოტა მიგვანიშნა ამაზე, როცა თქვა, რომ აშშ-ს სამხედროები ფარულად ატარებდნენ ნავთობის ტანკერებს ხორმუზის სრუტაში ღამით. მას შემდეგ რაც ირანის რადარები განადგურდა, უბრალოდ ჩვეულებრივად. ეხლა გარდა იმისა, რომ ეს ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სამხედრო ოპერაციაა, ეს ასევე შეგვახსენებს, რაზე იყო ეს ომი ყოველთვის. ნავთობი, ფული, ეკონომიკა. და ეს არის ამბავი, რომლის მოყოლაც მედიას დაავიწყდა. მოგესალმებით ირგას შოუში JNS TV-ზე. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. იდეთ. მოდით სანამ ამბის ჯეიმს ბონდის ნაწილამდე მივალთ, ირანის ეკონომიკით დავიწყოთ, რადგან იმის გასაგებად რამდენად დაეცა ის, უნდა იცოდეთ, საიდან დაიწყო. ირანი მსოფლიოში მეოთხე უდიდესი დადასტურებული ნავთობის მარაგების მქონე ქვეყანაა, ხოლო მისი გეოგრაფიული მდებარეობა მას დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად აქცევს. რადგან მის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი, სადაც ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს. ყოველი ბარელი ნავთობი, რომელსაც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ერაყი და ყატარი ექსპორტზე აგზავნიან, სწორედ ამ სრუტაში უნდა გაიაროს, რომ დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს. და ირანი მის ნაპირზე მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ 10 წლეულების განმავლობაში მათ უნებლიე ვეტოს ძალა ჰქონდათ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არიან, სადაც არიან. ნავთობი მხოლოდ ირანის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არ არის. ეს არის მთელი რეჟიმის ფინანსური საფუძველი. აფინანსებს მთავრობას, სამხედრო ძალებს, ირანის რევოლუციურ გვარდიას და იმ პროქსი ქსელს, რომელიც ლიბანიდან იემენამდე ვრცელდება. და 1979 წლიდან აშშ-ს უნდა მსოფლიომ გაიგეს, რომ თუ გინდა ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა, მათ ფინანსებზე უნდა დაარტყა. დასავლეთის ზეწოლის ისტორია ირანზე ფაქტობრივად ერთი და იგივე ციკლის გამეორებაა. აშშ-ს ამკაცრებს სანქციებს, სანამ ირანი მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება. ხელშეკრულება იდება, ირანი იყენებს ამ შვებას აღსადგენად და ყველაფერი თავიდან იწყება. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ამ ყველაფრის ყველაზე ცნობილი მაგალითია. წლების განმავლობაში ზეწოლამ საბოლოოდ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა, რაც თავისთავად ცუდი ნიშანია და შემდეგ გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ზღუდავდა მის ბირთვულ პროგრამას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. და თითქმის მაშინვე ირანი ამ ფინანსურ შეღავათებს იყენებდა თავისი ტერორისტული პროქსების დასაფინანსებლად, აფართოებდა იარაღის პროგრამებს და ეძებდა გზებს, რათა თავიდან აეცილებინა მომდევნო ზეწოლის ტალღა. შეთანხმებები ძირითადად ძალიან ცუდი იყო და შეთანხმების გაფორმების შემდეგაც მოვლენები თითქმის ყოველთვის ერთნაირად ვითარდებოდა. მაშ, როგორია ეს სანქციები რეალურად? იდეა ძალიან მარტივია. ნებისმიერი კომპანია ან ბანკი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, რისკავს, რომ ამერიკული ფინანსური სისტემიდან მოწყვეტილი აღმოჩნდეს. და რადგან მთელი გლობალური ეკონომიკა ამერიკულ ბანკებსა და დოლარზე გადის, ეს მუქარა საკმარისია, რომ უმეტესმა კომპანიამ ირანთან საქმეზე უარი თქვას. ირანს აღარავინ დარჩა, ვისთანაც ბიზნესს გააკეთებს. მაგრამ სანქციების პრობლემა არასდროს ყოფილა თავად სანქციების იდეა. პრობლემა ყოველთვის მათი აღსრულება იყო. აშშ-ს ამ საკითხში სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს არაერთგვაროვანი იყო, ხოლო ირანმა 40 წელი გაატარა სანქციების გვერდის ავლის გზების ძიებაში. ალბი კომპანიის სახელები, შუამავალი ქვეყნები, რომლებიც დოლარის გარდა სხვა ვალუტაში იხდიან, ნავთობის წარმოშობის დაფარვა. ისინი ამ ყველაფერში ძალიან გამოცდილი გახდნენ. ისეთი კარგი, რომ 2023 წელს, როდესაც ირანი აქტიური საერთაშორისო სანქციების ქვეშ იყო, ნავთობიდან 53 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. რაც გაჩვენებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ იმ განსხვავებაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს სანქციები და რა ხდება რეალურად, როცა მათ სათანადოდ არავინ აღასრულებს. სანამ 2026 წელს ერთი ბომბიც კი ჩამოვარდებოდა, ირანის ეკონომიკა უკვე სერიოზულ პრობლემებში იყო. და კითხვა, რომელიც დასასმელია, ესეთია: თუ ირანი სანქციების გვერდის ავლით წელიწადში 53 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა, რატომ იყო ეკონომიკა ასეთ ცუდ მდგომარეობაში? პასუხი ისაა, რომ სანქციების გვერდის ავლა არ ნიშნავს ჯანსაღ ეკონომიკას. ის ფული, რომელსაც ირანი გამოიმუშავებდა, თითქმის მთლიანად მიდიოდა ტერორისტულ რეჟიმზე, მათ სამხედრო ძალებზე, მათ პროქსი ქსელზე და არა იმაზე, რაც ქვეყანას სჭირდება, მაგალითად, საავადმყოფოების და ინფრასტრუქტურის აშენებაზე, ან სამუშაო ადგილების შექმნაზე. სანქციების ათწლეულებმა დააფრთხო უცხოური ინვესტიციები, გაანადგურა კერძო სექტორი და დატოვა ჩვეულებრივი ირანელები ვალუტით, რეალით, რომელიც ძალიან სწრაფად კარგავდა ღირებულებას. ინფლაცია, რომელიც 48%-ზე მეტია, ნიშნავს იმას, რომ წლის დასაწყისში რაც ხელფასი გაქვს, დეკემბერში იმით 40%-ით ნაკლებს იყიდი. მთავრობამ დაიწყო ბანკნოტების ბეჭდვა ისეთი ნომინალებით, რაც ირანს აქამდე არასდროს დასჭირვებია. 10 მილიონი რეალის კუპიურა. იმიტომ რომ უფრო პატარა კუპიურები ყოველდღიური გამოყენებისთვის ძალიან უფასურდებოდა.
ერთი შამწვარი კვერცხი ირანში 1 მილიონი რეალი ღირს. ასე გამოიყურებოდა ცხოვრება ომის დაწყებამდე. და რა არის ერთადერთი რამ, რაც ამას გამოასწორებს? ცხადია სანქციების შემსუბუქება. ამიტომაც თუ თქვენ თვალს ადევნებდით მოლაპარაკებების რომელიმე რაუნდს, შეამჩნევდით, რომ ირანი ერთ მოთხოვნაზე არ თმობს პოზიციას სხვა მრავალთან ერთად, მათი აქტივების განბლოკვასა და ფინანსურ შეღავათებზე, მილიარდობით დოლარი სანქციების გამო დაბლოკილია და მიუწვდომელია, ირანი კი ამ თანხების დაბრუნებას ითხოვს ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში. ეს არ არის მათი კეთილინებიდან ან ირანის ხალხის მიმართ მოულოდნელი მზრუნველობიდან გამომდინარე. ისლამური რესპუბლიკა არსებობას ინარჩუნებს იმიტომ, რომ სისტემაში მყოფი ადამიანები, ჯარისკაცები, რევოლუციური გვარდია, რეჟიმის ერთგულთა ფართო ქსელი ფინანსურად დამოკიდებულია მასზე. ადამიანებს ერთგულებას უვითარებ მაშინ, როცა უხდიმათ. როგორც კი ეს ფული შეწყდება, ერთგულებად შეიძლება შეირყეს და რეჟიმს, რომელიც აჯანყების ჩახშობას ცდილობს, არ შეუძლია შეიწყნაროს მერყევი ჯარისკაცები. ასე რომ, როცა ირანი სანქციების მოხსნას ითხოვს მოლაპარაკებების მადიდასთან, სინამდვილეში ამბობს, რომ ფული სჭირდება, არა ეკონომიკის აღსადგენად, რომელიც ისევ დაეცემა, არამედ იმისთვის, რომ შეიარაღებული ხალხი თავის მხარეს შეინარჩუნოს, ანუ რომ კიდევ უფრო ძლიერი და უნარიანი მტერი გახდეს. ეს იყო ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც ირანი ომში ჩაერთო თებერვლის ბოლოს. სისტემა, რომელიც უკვე დაძაბულ მდგომარეობაში იყო, სადაც რეჟიმის სახელმწიფო მედია თვითონ აყენებდა განგაშს ცხოვრების ღირებულებაზე, უჩვეულოდ მკაცრი ტონით, სადაც მასობრივი გათავისუფლებები ხდებოდა, სადაც წამლების დეფიციტი ჩნდებოდა და სადაც მთავრობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა აუცილებელი საქონელი კრედიტით ეყიდათ, მომავალი სუბსიდიების უზრუნველყოფით, რადგან თვითონ სუბსიდიები იწურებოდა. როდესაც ომი თებერვალში დაიწყო, ირანმა გააკეთა ის, რასაც ყოველთვის ამბობდა, რომ გააკეთებდა. მან სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა ჰორმუზის სრუტე, კომერციულ გემებს რაკეტებით, დრონებითა და ნაღმებით დაესხა თავს, რის შედეგადაც სადაზღვევო ხარჯები იმდენად გაიზარდა, რომ სატვირთო გადაზიდვების კომპანიებმა უბრალოდ შეწყვიტეს გემების გაგზავნა. ირანის გათვლით სრუტის დახურვა გლობალური გადაზიდვებისთვის მსოფლიოსთვის იმდენად დიდ ეკონომიკურ ტკივილს გამოიწვევდა. ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, ეს ყველაფერი გამოიწვევდა ისეთ ძლიერ საერთაშორისო ზეწოლას აშშ-ზე, რომ ომის შეჩერება გარდაუვალი გახდებოდა. და ისინი მართალი იყვნენ, რომ ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა, მაგრამ ირანმა უფრო გააზრებული ნაბიჯი გადადგა ვიდრე უბრალოდ სრუტის დახურვა. მან სრუტა ყველა დანარჩენისთვის დახურა, ხოლო საკუთარი ნავთობის ტრანსპორტირება გააგრძელა. ირანის გემებმა ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში სრუტით დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის ექჩინდი გააგრძელეს. ამავე დროს კი თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ ყველა სხვა ხომალდს, რომელიც სრუტის გავლას ცდილობდა. ამავე დროს ირანის რევოლუციური გვარდია აწარმოებდა გადასახადების ამოღების სისტემას, გემებს თხოვდა 2 მილიონ დოლარამდე გადასახადს სრუტის გავლაზე ნებართვის მისაღებად. ანაზღაურებას იღებდა იუანში და კრიპტოვალუტაში და ირანი აკონტროლებდა ვინ შეძლებდა წყლის გზის გამოყენებას და სარგებელს იღებდა ყველა იმ გემიდან, ვინც სცადა გავლა. Wall Street Journal-მა იმ დროს აღნიშნა, რომ ირანი სინამდვილეში იმაზე მეტ ნავთობს ექსპორტირებდა, ვიდრე ომის დაწყებამდე, რაც არ ვიცით მართალია თუ არა, მაგრამ ეს ფაქტი უბრალოდ ამტკიცებს არსებულ მოსაზრებას. ამ კონფლიქტის საჯარო ისტორია, ოპერაციები, რომლებიც ცხადდებოდა და შეჩერდებოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, რომლებიც იდებოდა და ირღვეოდა, მოლაპარაკებები, რომლებიც წყდებოდა და განახლდებოდა, გარედან ქაოსურად გამოიყურება, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ირანის წინააღმდეგ ფინანსური კამპანია ერთი დღითაც აშეჩერებულა. ყოველ კვირას, როცა დიპლომატები საუბრობდნენ და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ფინანსთა სამინისტრო სანქციებს აწესებდა. ყოველ კვირას, როცა ბომბები არ ცვიოდა, ეკონომიკური ზეწოლა ძლიერდებოდა. ომი ირანის ეკონომიკაზე სამხედრო კამპანიის დამატება არ ყოფილა. ბევრ შემთხვევაში ეს იყო ნამდვილი მუდმივი კამპანია. 13 აპრილს, როდესაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა, რომელიც ხორციელდებოდა 10-ზე მეტი სამხედრო გემით, 100-ზე მეტი თვითმფრინავით და 10,000-ზე მეტი პერსონალით, რომლებიც მოქმედებდნენ სრუტის მახლობლად და მიზანში იღებდნენ ყველა ხომალდს, რომელიც ცდილობდა ირანის პორტებში შესვლას ან გამოსვლას არაბეთის ყურესა და ომანის ყურეში, ტრამპის მტკიცებით ბლოკადა ირანს დღეში 500 მილიონ დოლარად უჯდებოდა. და მაისისთვის თავდაცვის დეპარტამენტის მინისტრის შეფასებით, ირანმა ბლოკადის დაწყებიდან ნავთობის შემოსავლებიდან 4,8 მილიარდი დოლარი დაკარგა. ირანი ნავთობიდან ყოველწლიურად მინიმუმ 30 მილიარდ დოლარს იღებდა. ეს შემოსავალი ახლა ფაქტობრივად ნულამდე იყო დასული. მაგრამ ბლოკადამ იმპორტიც შეწყვიტა. და ქვეყანას, რომელიც უკვე განიცდიდა 50%-ზე მეტ ინფლაციას, საკვების დეფიციტს და მედიკამენტების სიმცირეს, ახლა ემუქრებოდა პერსპექტივა, რომ ვეღარ შეძლებდა იმ აუცილებელი საქონლის შემოტანას, რაც ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად იყო საჭირო. თავდაცვის მდივანი ჰექსეთი პენტაგონის ბრიფინგზე ძალიან მკაფიო იყო. საფინანსო მდივანი სკოტ ბესენტი და ჩვენი მეგობრები საფინანსო სამინისტროდან ასევე იწყებენ ოპერაციას ეკონომიკური ვისხვა, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა ირანზე მთავრობის ყველა დონეზე. აირჩიეთ გონივრულად, თუ ირანი არასწორ არჩევას გააკეთებს, მათ ბლოკადა და ინფრასტრუქტურაზე, ენერგიასა და ელექტროენერგიაზე დაბომბვები ელით.
და მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა ყველაზე თვალსაჩინო ფინანსური ინსტრუმენტი იყო, მასთან ერთად მიმდინარე საფინანსო კამპანია მიზნად ისახავდა იმ ჩრდილოვან არქიტექტურას, რომელიც ირანმა წლების განმავლობაში ააგო სანქციების გადასარჩენად. ვალუტის გადამცვლელი ოფისები, ფიქტიური კომპანიები, ინდივიდუალური გემების მფლობელები, კრიპტობირჟები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ჩინელი მყიდველები. საფინანსო სამინისტრომ გადაწყვიტა სანქციები დაეწესებინა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამოუკიდებელ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც დღეში 400,000 ბარელს ამუშავებდა. გაყიდვების მხარეთ ირანის შეიარაღებული ძალების ნავთობის გაყიდვების განყოფილების იდენტიფიცირება, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-ში მზად არის პირდაპირ შეუტიოს ჩინეთის მსხვილ სამრეწველო ობიექტებს, რათა ირანს შემოსასავალი შეუმციროს. ამასთან ერთად კიდევ 4 ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაეწესა სანქციები. ირანის უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელმაც 2025 წელს ირანში შემოსული ციფრული აქტივების 50%-ზე მეტი დაამუშავა, ასევე დაეწესა სანქციები. სავალუტო სახლები, შუამავალი ზონები, დუბაისა და ჰონკონგში არსებული ფიქტიური კომპანიები, ფენად. არქიტექტურა, რომელიც ირანის ფულს მოძრაობაში ამყოფებდა, იშლებოდა, რადგან ბლოკადამ ნავთობის ექსპორტი შეამცირა. მყიდველები, რომლებიც მეორადი სანქციების სამიზნე გახდნენ, გადახდის სისტემები, რომლებიც ფინანსური შეზღუდვებით დაზარალდნენ და თვითონ ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც გემიდან გემზე სანქცირდება. ირანის მთავრობამ თავად შეაფასა ომით გამოწვეული საერთო ზარალი 260 მილიარდ დოლარად, რაც ქვეყნის MHP-ს 47%-ს შეადგენს. მაგრამ გუშინ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანისთვის მიყენებული ზარალი, რეალური ზარალი, ახლა თითქმის $1 ტრილიონ აღწევს. რეჟიმის სახელმწიფო მედია განგაშტ ეხდა ისეთი ტონით, რომელიც ირანის სახელმწიფო მედიის სტანდარტებით ედიის სტანდარტებით უჩვეულოა. თანამდებობის პირები ეკონომიკურ პოლიტიკაზე აღარ საუბრობენ კეთილდღეობის ჯრილში, არამედ არეულობის პრევენციის კონტექსტში. რაგან სხვავებაა კრიზისის მართვასა და იმაში, როცა მთავრობა საკუთარ ხალხს ნამდვილად ეშინია. ეხლა კიდევ ერთი ფენა იყო, რომელსაც არავინ აშუქებდა. ეს იყო სპარსეთის ყურის ქვეყნები. ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური ქმედებების გარდა, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები წლებია ზუსტად ასეთ სცენარზე ემზადებიან. საუდის არაბეთის აღმოსავლეთ და დასავლეთის მილსადენი 750 მილის სიგრძეზე გადის არაბეთის ნახევარკუნძულზე წითელ ზღვამდე და არამკომ სწრაფად იმოქმედა, რომ მისი სრული სინძლარვით ამუშავება უზრუნველეყო. არაბთა გაერთიანებული საამიროების აბუ-დაბის ნავთობის მილსადენი დამატებით შემოვლით მარშრუტს უზრუნველყოფს ომანის ყურისკენ. ვერც ერთი მილსადენი ვერ ჩაანაცვლებს იმ სრულ მოცულობას, რომელიც ჩვეულებრივ ჰორმუზის სრუტეში გადის, მაგრამ მათ მიერ გაგზავნილი გზავნილი მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის ექსპორტიორები პოულობენ გზებს, რომ ნავთობები ირანის გარეშე გადაადგილონ. სპარსეთის ყურის ქვეყნები მედიისთვის აცხადებდნენ, რომ ირანის ქცევამ უზარმაზარი ნდობის დეფიციტი შექმნა, რომელიც შეიძლება არასდროს აღდგეს და ისინი ახორციელებენ გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, რაც პირდაპირ ამბობს. ჩვენ ვაშენებთ თავიდან, რათა შევამციროთ დამოკიდებულება იმ წყლის გზაზე, რომელსაც ირანი შეიძლება დაემუქროს. ეს ის რამაა, რასაც ისინი წლებია აშენებენ, რადგან ყოველთვის იცოდნენ, რომ ირანი დიდი რისკია. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ სამხედრო შეთანხმებას მხარს უჭერდნენ და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ცდილობდნენ, პირადად ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ისრაელს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო შესაძლებლობა ირანზე თავდასხმისთვის, რადგან ირანი მთელი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელ პრობლემად იქცა. სხვათა შორის არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მაისში მთლიანად გამოვიდნენ ოპეკიდან. ახლა კი ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას ამყარებენ. ამ თემაზე მთელი ეპიზოდი გვაქვს გაკეთებული, ასე რომ აუცილებლად ნახეთ. ის, რასაც ირანი ყოველთვის იყენებდა როგორც თავის მთავარ გეოგრაფიულ ბერკეტს, შესაძლებლობას დაემუქროს სრუტეს და მსოფლიოს ენერგომომარაგებამ ძევლად ყავდეს, ჩუმად და სამუდამოდ უვლიდნენ გვერდს. რაც გვაბრუნებს ტრამპთან ოვალურ ოფისში, სადაც ის საუბრობს 22 გემზე ჩაქრობილ განათებებზე და ირანის განადგურებულ რადარზე. იმიტომ რომ მარტში აშშ-შუმ ჩამოაგდო ბომბები ირანის ანტისაზღვაო სარაკეტო პოზიციებზე, სრუტის გასწვრივ და ჩაძირა ირანის 16 ნაღმტანი ხომალდი. ფიზიკურად გაწმინდა წყლის გზა იმ იარაღებისგან, რომლებსაც ირანი იყენებდა, რათა დაემუქრებინა ყველა, ვინც ცდილობდა გავლას. და ირანის რადარის განადგურებისა და მისი საზღვაო შესაძლებლობების სერიოზულად შესუსტების შემდეგ, სრუტე პირველად გახდა გასავლელი თებერვლის შემდეგ. მაისში დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ოპერაცია პროექტი თავისუფლება, ღია საზღვაო მისია ტანკერებისათვის, რომლებიც პერუს ყურეში იყვნენ გაჭედილები, რომელიც ზუსტად ერთი დღე გაგრძელდა, სანამ შეჩერდებოდა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების გამო. მოლაპარაკებები იმდენად წარმატებულად მიმდინარეობდა, რომ საჯაროდ ესკალაცია არასწორ ნაბიჯად მიიჩნიეს. თუმცა საბოლოოდ ეს არაფერს გამოიღო. მაგრამ საზღვაო ძალებმა არ შეწყვიტეს მოქმედება. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ უფრო ჩუმად აგრძელებდნენ საქმიანობას. ისინი კერძოდ უკავშირდებოდნენ გემებს, აძლევდნენ კოორდინატებს, ეუბნებოდნენ გამოერთოთ ტრანსპონდერები და ღამით კონვოებში 14-დან 26 გემამდე სინათლის გარეშე ატარებდნენ ჰორმუზის სრუტეში, იმ წყლებში, სადაც ირანის რადარი უკვე მთლიანად განადგურებული იყო.
JP Morgan-მა ივნისისთვის შეაფასა, რომ დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი გადაჰქონდათ სრუტეში იმ გემებს, რომლებიც სრულიად ჩაბნელებულები იყვნენ. სულ 100 მილიონზე მეტი ბარელი 200-ზე მეტ გემზე იმ წყლებში, რომლებიც ირანმა თვეების განმავლობაში პირად გადასახადიან გზად გადააქცია, მაგრამ ამერიკელებმა უკან დაიბრუნეს. ეხო ზუსტად არ ვიცით ეს რიცხვები მართალია თუ მხოლოდ შეფასებულია, მაგრამ თავარი აზრი იგივე რჩება. დიახ, შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ამავე დროს ფარულად ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ირანი ხელმოწერაზე დაეყოლიებინათ. შემდეგ, რა თქმა უნდა, 14 ივნისს ირანმა მართლაც დათანხმდა შეთანხმების ხელმოწერას, ნახავთ, რეალურად მოხდება ეს თუ არა, მაგრამ ისინი ამ ეტაპამდე მივიდნენ, ბრძოლა შეწყდა, სრუტე კვლავ გაიხსნა, ბირთვულ მოლაპარაკებებს 60 დღე დაეთმობა. და ირანის პირველი და ყველაზე გადაუდებელი მოთხოვნა პირობა, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა შესრულდეს, არის 24 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოების გარანტია არ არის. რატომ დასჭირდებოდათ ეს? ეს მათი ბირთვული პროგრამის აღიარებაც არ არის. ეს უბრალოდ ფულის დაბრუნებაა, რომ მათ თავიანთი ხალხი დააკმაყოფილონ. და როცა ხალხს ვამბობ, ირანის მოსახლეობას არ გულისხმობ. ისინი რესპუბლიკას სძულთ. მე ვგულისხმობ იმ ერთ გულებს, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის მთელი კატასტროფის შესაძლებელს ხდიან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეს მთელი ხელმოწერის შემდგომი ჩარჩოს მთავარ ნაწილად აქცია და თქვა, რომ 60 დღიანი მოლაპარაკებები ყველაფერზე მეტად დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, გაათავისუფლებდა თუ არა აშშ-ო გაყინულ თანხებს. თუ კიდევ გჭირდებათ მტკიცებულება იმისა, რომ ეს ომი ყოველთვის ფულზე იყო, ირანმა ეს თავად დაამტკიცა ხელმოწერის მაგიდასთან. მაგრამ აი კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს. ეხლა როცა ვიცით, როგორ დაიდო ეს შეთანხმება, ყველა ვსვამთ კითხვას და ვფიქრობთ, კარგია ეს შეთანხმება თუ არა. პირველ რიგში, თუ ირანი დათანხმდა ამ შეთანხმებას, ეს ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება მათ გადარჩენის საშუალებას აძლევს. და რეჟიმი, რომელიც გადარჩება, ცუდია და რეჟიმი, რომელიც გადარჩება, ასევე შეძლებს აღდგენას. აღდგენას ირანთან ყველა წინა შეთანხმების ისტორია სწორედ ამის ისტორიაა. სანქციების შემსუბუქება იწყება, რეჟიმი სტაბილურდება, პროქსები ისევ ფინანსდებიან, ცენტრიფუგები იწყებენ მუშაობას და 5, 10, 20 წელიწადში ისევ დასაწყისში უბრუნდებით. ეს სწორედ 2015 წლის შეთანხმებაში მოხდა. ეს უკვე მოხდა და არსებობს გარკვეული ნიმუში და ციკლი. თუ იმედოვნებდით ისლამური რესპუბლიკის დაცემას, მაშინ არა, ეს შეთანხმება არ მოგтоნთ, რადგან ეს პერსპექტივა საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო. შეიძლება ერთი წუთით გულწრფელი ვიყო? ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით საკმარისად კონკრეტული პირობები, რომ სრულად გავაანალიზოთ, რასაც წერენ ხელს და არ ვაპირებ თავის სხვანაირად მოვაჩვენო. არ ვიცი ამ შეთანხმების ყველა დეტალი კარგს მოგვიტანს თუ ცუდს, მაგრამ მარტივი სიმართლე ისაა, რომ ნებისმიერი სახის შეთანხმება პრობლემაა. რადგან თუ ირანი მზადა ამაზე ხელი მოაწეროს, ეს ნიშნავს, რომ ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა მათგან, შეთანხმებაში აშედის. მე ეს სქემა ვიცი და ეს სქემა ძალიან მაშფოთებს, რადგან ეს შეთანხმება საბოლოოდ ერთ რამეს ეხებოდა, ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას. დიახ, ბირთვული იარაღის მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ტერორისტული რეჟიმის მოშორებაც, რომელიც ეკონომიკას აკონტროლებს და ახლო აღმოსავლეთს მართავს, ისე როგორც ირანი. ეხლა რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დაუშვათ ეს შეთანხმება მართლაც აშორებს ბირთვულ საფრთხეს, ამას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ კონტროლი გაგრძელდება. არა 60 დღით, როგორც ამას ეხლა ვხედავთ შეთანხმებებში, მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა და არა მხოლოდ შემდეგი ახალი ამბების ციკლის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება უწყვეტი და სერიოზული კონტროლი იმავე ინტენსივობით, რომელმაც გამოიწვია ის ეკონომიკური ზეწოლა, რაზეც მთელი ეს ეპიზოდი ვსაუბრობდით. ეს არის ის, რასაც ყველა უნდა ვაკვირდებოდეთ და გულწრფელად რომ თქვა, რასაც ყველა უნდა ვითხოვდეთ. შეიძლება თუ ამ შეთანხმებიდან რაიმე კარგი არის, ეს არის ის, რომ ისინი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ აშშ-ში რეალურად განახორციელებს იმ წესების აღსრულებას, რომლებიც თავად დააწესა, რაც წარსულში არ გვინახავს. ნახეთ, კარგი იქნებოდა ირანს ბირთვული იარაღი არასდროს რომ არ კონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი. რადგან არის ერთი რამ, რასაც ვერ ვივიწყებ და რაც მგონია თითქმის ყოველთვის იკარგება, როცა ასეთი შეთანხმებები იდება. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რეალურად ამ რეჟიმის შედეგების ქვეშ ცხოვრობს, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის, არა მათთვის, ვისაც ნავთობის ფასები აწუხებს, ან ვინც ახალი ამერიკული ომის იდეის ეშინია. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას რეალურად განიცდის, ამ შეთანხმებას სერიოზული შედეგები აქვს. ირანის ხალხი, რომლებიც გაღატაკდნენ, დააპატიმრეს და მოკლეს მთავრობის, ან უпростоრად დიქტატურის მიერ, რომელმაც სანქციების შემსუბუქებით მიღებული ყოველი დოლარი სკოლების აშენებისთვის კი არ გამოიყენა, არამედ საკუთარი დათრბუნვის მექანიზმის დაფინანსებისთვის. ამ ადამიანებს ამ შეთანხმება არაფერს აძლევს. ისრაელის ხალხი, რომლებიც თვეების განმავლობაში რაკეტების ცეცხლის ქვეშ იყვნენ, კი შეიძლება ბირთვული იარაღით არ დაარტყან, მაგრამ რა მოუვა ბალისტიკური რაკეტების საფრთხეს.
ლიბანის, იემენის, ერაყის, ან იმ ყველა ქვეყნის ხალხი, სადაც ირანის პროქსებმა სრული განადგურება დატოვეს. ყველა მათგანისთვის ეს არასდროს იყო ფულზე და არც ბირთვულ იარაღზე. ეს იყო იმის შესახებ, რომ ეცხოვრათ ცხოვრებით, სადაც ტერორი ყოველდღიური ნორმა არ იქნებოდა. და ეს შეთანხმებით ხელიდან გაუშვეს. როგორც არ უნდა შეხედოთ, ისლამური რესპუბლიკა იცის, რომ გაიმარჯვა. დიახ, მანაც განიცადა ტკივილი. დიახ, მანაც დათმო ზეწოლის ქვეშ. დიახ, ეკონომიკურმა ომმა ის ზღვარზე მიიყვანა. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა მათ იციან სიმართლე. რომ შეერთებულ შტატებს ეს შეთანხმება ყველაფერზე მეტად სურდა. სურდა ეს თავი ლამაზად დაესრულებინა. სურდა ეთქვა, რომ ბირთვული საფრთხე მოიხსნა და ეკონომიკური კატასტროფა შემსუბუქდა. ეს ყოველთვის ფინიშის ხაზი უნდა ყოფილიყო და ირანი ყოველთვის მზად იყო მის დასაცდელად. ჩემთვის ამ ყველაფრის ქვეშ კიდევ უფრო დიდი რამ იმალება, რაც ცოტა გულსადგენია. იცით, ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ტრამპს ეს შეთანხმება ასე ძალიან იმიტომ უნდოდა, რომ ნარცისია და მეგალომანიაკია. და კი, ეს ალბათ მართალიც არის. მაგრამ ვფიქრობ, ამ შეთანხმების ასე აქტიურად გატარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამერიკელები არ იყვნენ მზად ებრძოლათ. ისინი არ იყვნენ მზად, რომ რომელიმე ჯარისკაცი გაეწირათ იმისთვის, რასაც ისინი ახლო აღმოსავლეთში ფიქრობდნენ, რომ ხდებოდა. თუმცა სინამდვილეში ეს საერთოდ არ ეხებოდა ახლო აღმოსავლეთს. ეს ეხება იმას, რომ ამერიკელები აღიარებენ ფაქტს, რომ ტერორიზმთან გამკლავება მათ არ მოსწონთ, მაგრამ რეალურად არაფრის გაწირვა არ სურთ ამისთვის. და ისლამისტური ძალაუფლების ხელში ჩაგდების გების გეგმასთან ერთად, როგორც ევროპაში ვნახეთ, და იმ ფონზე, რომ ამერიკა ხშირად აკრიტიკებს ევროპას იმის გამო, რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ, ცოტა შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ ეს არის ის, რაც ამერიკელ ხალხს სურს. შეთანხმება, რომელიც რეალურ ტერორის საფრთხეს არ ეხება და რაც მთავარია, ის ამბობს ისლამურ რესპუბლიკას. ჩვენ არაფრის გაწირვა არ გვინდა, რომ შეგაჩეროთ. მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში ამას გრძნობს და ხედავს და განსხვავება თუ როგორ უმკლავდება ამას ისრაელი ან სპარსეთის ყურის ქვეყნები უზარმაზარია. ისრაელმა დაამტკიცა, რომ მზადაა იბრძოლოს და მზადაა იბრძოლოს მაშინაც კი, თუ ეს ამერიკის გაღიზიანების ფასად დაუჯდება, რადგან ისინი კარგად აცნობიერებენ, რა შედეგები მომოყვება ტერორისტული რეჟიმის მმართველობას. არა იმიტომ, რომ ისინი სიკვდილზე არიან დახარბებულები ან ბავშვობის მკვლელობით სიამოვნებას იღებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ტერორის მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და კარგად ესმით, რომ მათ არ აქვთ ის ფუფუნება, უბრალოდ თქვან. მოდი ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს და ცხოვრება გავაგრძელოთ. ისრაელი ახლა ძალიან რთულ ეტაპზე გადადის, როცა უწევს გაარკვიოს, რა ხდება ამერიკაში და რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. მაშინ როცა ამერიკა ნახევრად უზღუდავს მოქმედების თავისუფლებას, რადგან დონალდ ტრამპს უბრალოდ უნდა ეს შეთანხმება შედგეს. ეს შეიძლება პესიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ასე არ არის. რადგან მარტივად ჩანს, რომ ისრაელი სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე იყო. და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ირანს უფრო ეფექტურად გავამკლავდეთ, ვიდრე ოდესმე. და ვფიქრობ, ეს ნამდვილად დაუმტკიცა ახლო აღმოსავლეთს, რომ დასავლეთის ზედმეტად ჩარევა აქ მიმდინარე მოვლენებში იდეალური არ არის. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ მილიონჯერ ვიტყვი. დასავლეთს ახლო აღმოსავლეთი არ ესმის. მას ესმის ფული, მას ესმის თავისუფლება, მას ესმის მოკლევადიანი სარგებელი, პოლიტიკური კალენდარი და ბენზინის ფასი. მაგრამ ის ენა, რომლითაც ეს რეგიონი რეალურად საუბრობს, რეგიონში არსებული იდეოლოგია, თეოლოგია, რეჟიმის მოთმინება, რომელიც თვლის, რომ ღვთაებრივ მომენტს ელოდება, ცხოვრება რეალური საფრთხის ქვეშ, ეს ენა თეთრ სახლამდე ჯერ კიდევ ეფექტურად არ მიუღწევია. ეს ნათლად გამოჩნდა იმით, თუ როგორი აკვიატებით ცდილობდნენ ამ შეთანხმების მიღწევას ნებისმიერ ფასად. და თუ არ შევალთ ისრაელსა და აშშ-ს შორის დრამის დეტალებში, შეიძლება ამაში რაღაც კარგი იყოს. შეიძლება რეალური ცვლილება მოხდეს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნამდვილად დაზარალდნენ ისლამური რესპუბლიკის გადარჩენით, დროა რომ ისინი ფინანსურად აღარ იმართებოდნენ ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც უბრალოდ ვერ ხვდებიან რა არის რეალური შედეგები. როცა უყურებ იმ ფანტასტიკურ ისტორიას, თუ როგორ დაარწმუნა აშშ-მ ირანი ხელმოწერაში, მე ვხედავ ქვეყანას, რომელიც ზუსტად იცის როგორ მიაღწიოს თავისას. მაგრამ უბრალოდ იქნებ ეს ორლესული მახვილი აღმოჩნდეს. მე ვარ ირკა და მომავალ შეხვედრამდე.